ჩრდილოეთის ზღვაში ნორვეგიასა და ბრიტანეთს შორის ამერიკული ბირთვული ავიამზიდი USS Gerald Ford-ი გამოჩნდა. ავიამზიდი, რომელსაც შეუძლია 90-მდე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი ატაროს, ნატოს მასშტაბურ სწავლებაში მონაწილეობდა. ალიანსის მიერ დაგეგმილი წვრთნები ევროპის ირგვლივ სხვადასხვა ზღვაში წარიმართა და მასში 20-მდე საბრძოლო ხომალდი, წყალქვეშა ნავები, ავიაცია და 10,000-ზე მეტი მეზღვაური, ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი მონაწილეობდა. და რაც საყურადღებოა, ოპერაციები მხოლოდ საზღვაო კომპონენტს არ გულისხმობდა. So Neptune strike is a real opportunity. როდესაც ნეპტუნ სტრაიკზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია საზღვაო შესაძლებლობებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ თუ მრავალპროფილურ ოპერაციებსა და იმას განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებთ ერთობლივი ოპერაციების არეალში, მაშინ ეს მხოლოდ საზღვაო ასპექტით არ შემოიფარგლება. ყველა კომპონენტმა ერთად უნდა იმუშაოს და სწორედ ეს არის ნატოსა და ჩვენი მოკავშირეების ძალა. მაგალითად, ჩემი დანაყოფი იმოქმედებს, რათა შეიქმნას პირობები ერთობლივი ძალების ჩასართავად. იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო ძალა. ფაქტობრივად ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა იყოს დაკავშირებული, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. All components working in unity. ავიამზიდის ნატოს წვრთნებში გამოჩენა სიახლე არ არის. ბალტიის ზღვასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსული პროვოკაციების ფონზე მსგავსი მასშტაბის კომბინირებულ მანევრებში თანამედროვე ავიამზიდის მონაწილეობა მხოლოდ ძალის დემონსტრირება არაა. ექსპერტების თქმით, ესაა მკაფიო ოპერატიული სიგნალი, რომ ათობით საბრძოლო ხომალდით, რადარებითა და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებით აღჭურვილი ავიამზიდი ნატოს წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული. ჩრდილოეთის ზღვაში ავიამზიდ USS Gerald Ford-ის საბრძოლო ჯგუფში წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების გამანადგურებლები, ასევე ფრანგული ფრეგატი და სხვა ხომალდები. Actuellement, la situation ამჟამად რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ნატოს შესწევს უნარი უზრუნველყოს ევროპის საზღვრების უსაფრთხოება. ამ ტიპის სწავლება შესანიშნავი საშუალებაა, რათა ნატოს წევრმა ერებმა თავიანთი ძალა და მზადყოფნა წარმოაჩინონ. მსგავსი მანევრები ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ამგვარ კოალიციურ სწავლებაში ინტეგრირება. ეს საშუალებას აძლევს ყველა ხომალდს, მათ შორის ფრანგულ ხომალდებს, აჩვენონ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების წარმართვის უნარი. nos partenaires de l'OTAN. საზღვაო მანევრების გარდა ფრანგული დანაყოფები სხვა აქტიურ სწავლებაში არიან ჩართულნი ესტონეთში. მანევრები, რომლებშიც ესტონეთის თავდაცვის ძალები ნატოს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, შეერთებულ შტატებთან, ლატვიასთან და კანადასთან ერთად მონაწილეობენ, მიზნად ისახავს მოკავშირეთა ქვედანაყოფების ესტონეთის ტერიტორიაზე სწრაფ განლაგებას. როგორც ფრანგული ბრიგადის ოფიცერმა და ოპერაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, მოკავშირეების სწავლის ინტენსივობას ზრდიან და პრაქტიკაში ნერგავენ სხვადასხვა კონფლიქტებში, მათ შორის უკრაინის ომში მიღებულ გამოცდილებას.